ჰონკონგში გაჩენილი მასშტაბური ხანძრის საქმეზე, რომელსაც ბოლო ცნობებით 65 მოქალაქე ემსხვერპლა, ახლა ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მეხანძრეები 2 დღის განმავლობაში ებრძოდნენ საცხოვრებელ კომპლექსში გაჩენილ ხანძარს, რომელიც ქალაქის თანამედროვე ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ სტიქიად იქცა. ოფიციალური პირების განცხადებით, დღის განმავლობაში 4 შენობაში ხანძარი წარმატებით ჩამქრალია, ხოლო დარჩენილი 3 კონტროლს ექვემდებარება. პოლიციამ გულგრილობის ბრალდებით დააკავა სარემონტო სამუშაოების მწარმოებელი კომპანიის 3 წარმომადგენელი. პოლიციის თანახმად, სახლების გარშემო დადგმული ბამბუკის ხარაჩოები ცეცხლგამძლე არ იყო, რამაც ხელი შეუწყო ხანძრის სწრაფად გავრცელებას. ხანძრის ერთ-ერთ გამომწვევ მიზეზად ასევე სახელდება პოლისტიროლი, მარტივად აალებადი პლასტიკური მასალა, რომელსაც სამშენებლო სექტორში იყენებენ. ხანძრის ჩაქრობის დროს სახანძრო სამსახურმა აღმოაჩინა, რომ შენობის ფასადები დაფარული იყო დამცავი ბადეებით, წყალგაუმტარი ბრეზენტითა და სხვა მასალებით, რომლებიც სავარაუდოდ არ აკმაყოფილებდა ხანძარს საწინააღმდეგო უსაფრთხოების სტანდარტებს. ამასობაში გამოძიებამ აჩვენა, რომ კიდევ ერთ შენობაში, რომელიც ხანძრისგან არ დაზიანებულა, ლიფტის დარბაზებში ფანჯრები დალუქული იყო ქაფის საიზოლაციო პანელებით. არ გამოვრიცხავთ იმ შესაძლებლობას, რომ ამ მასალებმა ხელი შეუწყო ხანძრის სწრაფ გავრცელებას. პოლიციამ და სახანძრო სამსახურებმა შექმნეს სპეციალური სამუშაო ჯგუფი ყოვლის მომცველი გამოძიების ჩასატარებლად. ეს საქმე აუცილებლად გადაეცემა სასამართლოს. ცეცხლი 4 შაბათს 32 სართულიანი შენობის გარე საყრდენებზე გაჩნდა, შემდეგ კი ბამბუკის ხარაჩოებსა და სამშენებლო ბადეზე გავრცელდა. შენობის შიგნით შეიჭრა და შემდეგ სხვა შენობებზეც გავრცელდა. ბამბუკის საყრდენები ხშირად გამოიყენება ჰონკონგში შენობების მშენებლობისა და რემონტისას, თუმცა წლის დასაწყისში ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უსაფრთხოების პრობლემების გამო ეტაპობრივად დაიწყებს მათი გამოყენების შეზღუდვას. საცხოვრებელი კომპლექსი 8 შენობას აერთიანებდა თითქმის 2000 ბინით, სადაც დაახლოებით 4800 ადამიანი ცხოვრობდა, მათ შორის ბევრი ხანდაზმული. დაახლოებით 900 ადამიანი ღამის განმავლობაში დროებით თავშესაფრებში გადაიყვანეს, ხოლო ჰონკონგის ლიდერმა ჯონ ლიმ შუაღამისას განაცხადა, რომ 279 ადამიანთან კონტაქტი დაკარგულია. ჰონკონგის მმართველის თქმით, ქალაქის მასშტაბით ყველა იმ საცხოვრებელ კომპლექსს ჩაუტარდება დაუყოვნებლივი შემოწმება, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რათა დარწმუნდნენ, რომ საყრდენები და სამშენებლო მასალები უსაფრთხოების სტანდარტებს აკმაყოფილებს. ეს ხანძარი ჰონკონგში ბოლო 10 წლეულების განმავლობაში ყველაზე მომაკვდინებელი იყო. 1996 წლის ნოემბერში კოულუნში კომერციულ შენობაში გაჩენილ ხანძარს, რომელიც დაახლოებით 20 საათს გაგრძელდა, 41 ადამიანი ემსხვერპლა.